და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიას გახსნილად ვაცხადებთ. ტრიბუნასთან ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სპორტის მინისტრს, მივესალმები ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას და განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს გამორჩეულ სპორტსმენებს, რომლებმაც სულ ახლახანს მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და გაახარეს მთელი ჩვენი ქვეყანა და ერი. მე მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით მიულოცო და მადლობა გადაუხადო მათ მწვრთნელებს, ფედერაციის წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც კი დაეხმარა ამ წარმატებაში ჩვენ სპორტსმენებს. მე მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი ოლიმპიადის გახსნას მილანში, ჩემს მეუღლესთან და საქართველოს მთავრობის და დელეგაციის წევრებთან ერთად. მეორე დღეს ჩვენ მქონდა შესაძლებლობა უკვე ყინულის დარბაზში გულშემატკივრა ჩვენი სპორტსმენებისთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეს ასპარეზობა, მთელი მსოფლიო უცხერდა, ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა და სიამაყით ვიყავით გამშვალული თითოეული ჩვენთაგანი, იმიტომ რომ იმ დიდ და გიგანტ ქვეყნებს შორის წარმოდგენილი იყო ჩვენი პატარა, მაგრამ ღირსეული და ნიჭიერი ქვეყანა და ყველა ვამაყობდით რომ ესე დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა გუნდმა. არ დაჯერდა 10-ეულის ადგილს, გავედით 5-ეულში, სულ ცოტა დაგვაკტა რომ ბრინჯაოს მედლები აგვეღო, მაგრამ ისტორიული შედეგი დაფიქსირდა მე-4 ადგილი. სასწაული მაინც შედგა ჩვენმა ლუკამ და ანასტასიამ პირველად ქართული სპორტის ისტორიაში შეძლეს ოლიმპიური მედლის მოპოვება და გაახარეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა. ეს მართლაც დიდი წარმატებაა ჩვენი სპორტისთვის და მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამ მიცოდეს, რომ ამიტომაც არის გამოკვეთილი ჩვენთვის სპორტის როლი ჩვენს ქვეყანაში. იშვიათია, ხშირად ვახსენებ ხოლმე, რომ მიჭირს დასახელება ქვეყნები, სადაც ამდენი გამორჩეული, ანგარიშგასაწევი სპორტსმენი იყო სხვადასხვა მრავალ სახეობაში, როგორიც ყავს ჩვენს ქვეყანას. ეს მართლაც დიდი ფუფუნებაა, დიდი ბედნიერებაა და ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სახეობა, ეს სფერო ყოველთვის წარმატებული იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამასაც ვაკეთებთ კიდევაც. ვიცით რომ ადამიანის ცხოვრებაში, სპორტსმენების ცხოვრებაში მუდმივად თამდევია წარმატება და წარუმატებლობა, გამარჯვება და დამარცხება. მთავარია როგორი დამოკიდებულებითა ვართ თითოეული ჩვენთაგანი სპორტსმენი, მწვრთნელი, ხელისუფლება, სახელმწიფო გულშემატკივარი და მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ბოლო წლების მანძილზე მით უმეტეს არასოდეს არ მიგვიტოვებია დამარცხებული სპორტსმენი. ყოველთვის ვართ სოლიდარულები, მის გვერდში ვართ და ვეხმარებით მას, რომ განაგრძოს თავისი მოღვაწეობა და მიაღწიოს შემდეგ წარმატებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებულთან დამოკიდებულება, ჩვენ ყოველთვის თანაზიარი ვართ მისი გამარჯვების და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შესაბამისად შევაფასოთ და დავაფასოთ მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე, რათა ისინი იყვნენ ღირსეული წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის. ეს არის ჩვენი ბუნებრივი და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენი სპორტსმენების და სპორტის მიმართ. და ეს წარმატებები, რომელიც განებივრებული ვართ ჩვენი გულშემატკივარის და მთელი ქვეყანა, რაც გვაქვს ჩვენ სპორტში და ყოველ წელს ეს ყველაფერი უფრო და უფრო მზარდია და მდგრადია და ვითარდება, სწორედ ამ დამოკიდებულების გამო ხდება ეს ყველაფერი, რომ ესეთი წარმატებული ვართ. მე მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ამ ჯანსაღი პროცესისა, ჩვენ და სამწუხაროდ იყვნენ ძალები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ზიანი მიეყენებინათ ამ ჯანსაღი პროცესისთვის, დაეზიანებინათ სპორტსმენები, ეს ჯანსაღი პროცესი, შუღლი შემოეტანა, დაპირისპირება, მაგრამ ეს მათ ვერ შეძლეს. ყველამ ერთად საზოგადოებამ, სპორტსმენებმაც, ხელისუფლებამ, სახელმწიფომ ყველაფერი გავაკეთეთ, გავუმკლავდით ამ გამოწვევას და გავიმარჯვეთ. სწორედ
ასეთი გამარჯვების დღეს აღნიშნავ დღეს პრეზიდენტის სასახლეში. მე მადლობა მინდა გადაუხადო პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენს გუნდს, მათი წარდგენით მე მაქვს დღეს პატივი ჩვენი გამორჩეული სპორტსმენები და მათი წარმომადგენლები ღირსების ორდენით დავაჯილდოვო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, ულოცავ სრულიად საქართველოს, ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა.